ერთგულებაზე საოცარი რამ არი არსებებს არასდროს ძალიან ძვირია მე არ გადავიხდიდი ხო მაგრამ ლაივში ნახავ არა მეც არ გადავიხდიდი მე კი თან UFC ძალიან მომწონს მე გადავიხდიდი მაგდენს ბილეთში ყვილად ვლაპარაკობთ მაინც არ შეგვეშვებენ რაზე 18+ იქნება დასწრება ხო ეგეც მართალია არ შეგვეშვებენო ისე ლაპარაკობთ თითქოს მაგდენი ფული გქონდეს აუ ფულზე გამახსენ და ჩემი ძმა ყიდის მანქანას და ნახევრად ხუმრობით მითხრა გამიყიდე და წელში ჩაგხვამო რა მანქანაა რომელწლიანია რამდენი გარბენი აქვს ჰიბრიდია კარგი ახლა რა მერაც ხويس არა ჩინურია ჩემთვის აუ გავაყიდინოთ რა და ფულსაც ვიშოვით ვინმე არ გახსენება თვის ეს მანქანის ყიდვა უნდა კარგით მართლა ნუ დაიჯერებთ იხუმრა მარიამმა აუ რეკლამები ხომ არ გადავიღოთ რისი მანქანის ხო არა მგონი ცუდი აზრი საშინელებათა ჟანრი გადავიღოთ რა საშინელებათა ჟანრი ესთეტიკური ვიდეო უნდა იყოს ლამაზი ხო მეც ეგრე ვიფიქრე მე უფრო იუმორისტული მომეწონებოდა ხო მაყურებელი თუ კარგად გააცილე კარგად განეწყობა და მანქანასაც იყიდიან ისე მეც ჰორორის ჟანრი მომწონს და სამივე რომ გადავიღოთ ეგ როგორ აი მე და შენ ესთეტიკური გადავიღოთ ალექსანდრემ და ლაზარემ საშინელებათა ჟანრი ნიკოლასმა და დაჩიმ იუმორისტული სამივენაირი გადავიღოთ ყველა ჩვენებურად და რომელიც უფრო მოგვეწონება ის ვიდეო დავდოთ რითი გადავიღოთ ტელეფონებით სახში რაღაც ძველი განათებაც მაგ და მაგასაც წამოვიღებ მე ვამპირის კბილები მაქვს და ჰორორისთვის გამოგვადგება ჩვენ ხუროებს ავწერთ მანამდე აი მაშინ ერთ საათს შევიკრიბოთ მანქანასთან გეშინოდეთ ჩვენი მიხდით ანუ ჰორორს ვიღებ და გეშინოდეთქო აი არა უშავს მაღალი IQ სჭირდება ასეთ ხუმრობებს აი დავიშალოთ და ერთ საათში მანქანასთან მე ჩემს მეგობარს ამუხელ თვალს დავუღყარს ვაჩვენებ გზას მე ერთგულების და სიყვარულის წამს ამდენი დრო რა თუნდა ჩვენ წორდა მომონტაჟებინა ჩვენი ვიდეო იცი მონტაჟი არა არც მე ლაზარა ლაზარე ხო მალე მორჩები 2 წუთიც და ეგა
ჩემი დანიკასი მგონი არ გამოვაცუდი. ხუმრობებსაც მინებთ ადამიანებს, რომლებსაც მანქანის ყიდვა უნდათ. აბა რა უნდა გვექნა? მარკეტინგულად უნდა მოგენდომებინა, როგორც ჩვენ. ეხლა მოსაწყენია, ჩვენი გამოვა ყველაზე კაი. მზად ხარ? მორჩი არა, ჩართოთ მალე. ხმა საუწიე რა ბოლომდე. აბა ყო ფიქრობ აპოკალიფსის დროს თან ვამპირების გარემოცოში გადავჭიმი თუ არა. მარტივია გავაკეთო სწორი შენაძენი და იყავ უსაფრთხოდ. მანქანის დეტალებზე მითითებულ ნომერს დავკავშირდით. ბრავო. ნამდვილად კარგი გამოვიდა. კაი, ახლა თქვენი ვნახოთ. ჩერთ ლაზარე. ხანდახან ყველა ვიმსახურებთ საჩუქარს. მეგობრებისგან, მშობლებისგან, მეორე ნახევრისგან. მაგრამ გაიხსენე ბოლოს საკუთარ თავს, როდის გაუკეთე საჩუქარი. შეძინეს ავტომობილი და აჩუქე შენს თავს ის, რასაც ემსახურებ. დეტალებზე დარეკე მითითებულ ნომერზე. დასტოვანი რეკლამა. ხო, კარგი გამოვიდა. ჩემი დანიკასი გავუშვება ლაზარე. გასაღებები დამრჩა. რა, მე 20 სართულზე ახლა. საჭირო კარი გაგიხე. მანქანა ლაპარაკობს? Smart მანქანა. ტრანსფორმერი, გაგრილება სტილიან ტემპერატურაზე ვაყენებ. რა მაგარია? ჭკვიანი მანქანა, რომელიც შეზეზნავს დეტალებზე და გაკავშირით მითითებულ ნომერზე. მგონი ეს იყო ყველაზე კარგი. რა თქმა უნდა, იუმორი ყოველთვის ჯობია. ცუდადაა ჩვენი საქმე. რა ხდება? დაფარულად ტვირთავდი ვიდეოებს და 10 წუთია უკვე საჯაროდ დევს. სამივე რეკლამა დადე? ო, ბოდიშით. ხალგიო. რა? კარგი. შენი ძმა იყო? ხო. ძალიან გეჭხვა. მეჭხობა კი არა, უკვე 10 კაცმა დამირეკა. რაღაცა ვიდეო ვნახეთ და მანქანის ყიდვა გვინდაო. მართლა? ხო, და წილს რასაც შეგკვირდი მოგცემო. ანუ UFC-ზე მივდივართ? UFC-ზე ვერა, მაგრამ ბურგერებზე უეჭველი წავალთ. რა მაგარია, ჩვენი ვიდეო დაარეკინებდა. უკაცრავად, რამდენი ვიშრომეთ მაკიაჟზე. ეგრეთ ჩვენი ვიდეო ყველაზე ლამაზი იყო. სილამაზის იუმორი ყოველთვის ჯობია. ეგრეც ნუ იტყვი.
აუ იცი რა მაგარი იდეა მომაფიქრდა. მოდით ამ თანხით წავიდეთ ბათუმში, რა სიტყვით? აუ რა მაგარი იდეა. Ებას მივანდობ თავს, სულის მეომარს, უფლის ნაჩუქარს, ამ მეგობრობას არ გავატანთ ქარს, ყველა წინაღობას ერთად გადავლახავ, გადავცურავ წყალს.